ერთი ძალიან საინტერესო, უაღრესად საინტერესო და პასუხგასაცემი ადრე თუ გვიან პასუხგასაცემი კითხვა უნდა დავსვათ. კითხვა ამგვარია, როგორ ვუპასუხებთ ჩვენ ბიზინა ივანიშვილს თუ ის რომელიღაც ეტაპზე ალბათ იტყვის, ალბათ იმეორებ გამორიცხული არ არის და იტყვის რომ ყველაფერი წინასწარ იცოდა, ანუ იცოდა რომ პუტინი და რუსეთი დამარცხდებოდა. ეს მარცხი ანუ რუსეთის გასამტვერება, განაცარტუტება მან როგორც ბრძენმა კაცმა წინასწარ იცოდა. მასზე არსებობს ეს მითი რომ ის ბრძენია, რომ ის ჭორეტი კაცია, განჭრეთ ხოლმე. ისეთი რაღაცები იცის, რაც სხვებმა რიგითმა მოკვდავებმა სულაც არ იციან. გადაცემის პარტნიორია კოკა-კოლა. ის ჭადრაკს, გეოპოლიტიკურ ჭადრაკს თამაშობს, მოკლედ თუ ის იტყვის, რომ ყველაფერი წინასწარ იცოდა, წინასწარ გათვალა ყველაფერი, ქვეყანას ომი ააცილა თავიდან. სამშვიდობოს გაიყვანა ეს ჩვენი საერთო სამშობლო და ახლა უკვე დადგა დრო მეტი კი არა სრული დემოკრატიისა, სრული თავისუფლებისა, ადამიანის უფლებათა დაცვისა, არჩევნებით ხელისუფლების ცვალებადობისა. დადგა დრო, რადგან ეს ვეებერთელა სახელმწიფო, რომელიც გვევუქრებოდა ჩვენ განადგურებით და უკრაინა აგე მისი 20-30% გაანადგურა ნამდვილად. ახლა უკვე, როდესაც ეს ვეებერთელ სახელმწიფო დამარცხებულია, ახლა უკვე ბიზინა ივანიშვილი თავის ნამდვილ სახეს გვაჩვენებს და თავისუფლებაზე, სამშვიდობოსა და თავისუფლებაზე გახავს ეს ქვეყანა, სამშვიდობოს გაიყვანა და თავისუფლებას კი უზრუნველყოფს და უზრუნველყოფს. ხაზგასმით ვამბობ, მე იმას კი არ მოგახსენებთ, რომ ბიზინა ივანიშვილი ამას აუცილებლად იტყვის, არამედ იმას ბრძანებ, იმას ვამბობ, რომ ეს შეიძლება თქვას და კიდევ ერთხელ ესეც არაა მნიშვნელოვანი ჩემი მოსაზრებით, ანუ რას იტყვის ივანიშვილი, არამედ ის არის მნიშვნელოვანი და უმნიშვნელოვანესი, როგორ უპასუხებს ამას საზოგადოება, როგორ უპასუხებს ივანიშვილს საზოგადოება. აქამდე ჩადენილი შეცდომების და ვინც ის და დანაშაულების გამო მას დაინდობს თუ არა, აპატიებს თუ არა ამ დანაშაულებს, შეცდომებს, თუ მის მიმართ მაინც დაუნდობელი იქნება, დასცინებს უპირველეს ყოვლისა და მერე უკვე დაუნდობელი იქნება და ეტყვის რომ ჩვენ არც ფისი გვწამს შენი და აი ბოლოს არ გვაკვირვებს, ბოლო კონკრეტულად შენი ბოლოც არ გაგვაკვირვებს და რუსეთის ბოლოსაც არ გამუკვირვებივართ. ჩვენ იმ თავითვე 2022 წლიდან ვიცოდით რომ რუსეთი დამარცხდებოდა და ჩვენ კი ვიცოდით, მაგრამ შენ მაქსიმალურად და შეძლების დაგვარად კომაგობდი, გულშემატკივრობდი რუსეთს და ეს ისტორია და ახლა უკვე პოზიციის ცვალებადობის მიზეზი არის სწორედ ის, რომ რუსეთი დამარცხდა და შენი ჩვენ არ გვჯერა, არ ვთოხლავთ, არ ვჭამთ, არ მოვიტყუებთ საკუთარ თავს. ცხადია, მე მაქვს ჩემი პოზიცია ამ თავითვე გეტყვით და არავის უნდა ეგონოს, რომ მე ვიქნები შემნდობი ან დამდობი, ან თავს მოვიტყუებ, ან თავს მოვატყუებინებ და ამ ივანიშვილ კაცს რასაკვირველი ასე არ მოხდება. ოღონდ მას შემდეგ ვიქნები მე უფრო მკაცრი, თუ ეს მომენტი, ეს წამი, კარგი წამი ამ თავითვე გეტყვით, ბიზინა ივანიშვილის ბჭყალებში თუ უბჭყალებოდ გამოსწორებისა დადგება და თუ ბიზინა ივანიშვილი არ ვიცი 26 წელს, არ ვიცი 27 წელს მართლაც იტყვის ამ სიტყვას ბარემ რაღაცა თარიღები ვახსენე, სანეძლაოს ჩამოვდივარ, დღეს ხო 3 ივნისია, სანეძლაოს ჩამოვდივარ ნებისმიერ თქვენგანთან, ვინც ახლა ამყვება ამ თამაშობაში, რომ 2027 წლის 3 ივნის, ანუ 1 წლის თავზე ამ წამიდან ვლადიმირის ძე პუტინი რუსეთის ხელისუფლებაში აღარ იქნება კი არა, საერთოდაც ცოცხალი აღარ იქნება. ხო თამამი განცხადებაა, ხო ვრისკავ, ამ თავითვე განვსაზღვროთ, რა პირობებით ჩამოვდივარ ამ სანეძლაოს, უფრო ზუსტი რო ვიყო, რას გთავაზობთ. ნებისმიერი მეგობარი წამოიყვანეთ, დაადეთ ქვეყნის მასშტაბით ნებისმიერ, ასე რომ ამბობენ ხოლმე, რესტორანს ხელი დაადეთ და 4, 5, 6 სტუმარი შემიძლია 4-6 სტუმარს ვუმასპინძლო და
და მოვილხილოთ და ერთად შევსვათ რუსეთის სამომავლო დანარცხების სადღეგრძელო 2027 წლის 3 ივნის და თუ მე გავიმარჯვებ ამ შემთხვევაში მე დავადებ ნებისმიერ რესტორანს ხელს ან თუ გებათ რესტორანი არ იყოს და იყოს 1 ბოთლი ღვინო, 5 ბოთლი ღვინო, 20 ლიტრა ღვინო და ასე შემდეგ თუნდაც ყოფილიყვნენ ამ მომავალ სუფრასთან წარმოდგენილი დღევანდელი კოცები ან კოცები რომლებიც მერე განკოცდებიან. ეხლა შეეხება რუსეთის დამარცხების წინაპირობებს, მოდი ასე ვიტყვი, ან კიდევ იმას თავად რუსები ხვდებიან თუ არა, რომ მათი მარცხი გარდაუვალია ტექნოლოგიური თვალსაზრისით. ვიმეორებ, არა ჯარისკაცთა რაოდენობის თვალსაზრისით, არა საბრძოლო ტექნიკის ხმელეთზე არსებული ტექნიკის თვალსაზრისით, არა მსხვერპლშეწირვის თვალსაზრისით, თუმცა მსხვერპლშეწირვას მაინც ახდენს მხოლოდ რუსეთი, ხოლო უკრაინელები საკუთარ სამშობლოს იცავენ და ამას მსხვერპლშეწირვა უბრალოდ ვერ ეწოდება. რუსეთი შეუდარებლად ჩამორჩა და მსხვერპლშეწირვის თვალსაზრისით კი შეუდარებლად ასწრებს უკრაინას არაჩვეულებრივ ქვეყანას, რომელიც საკუთარ თავს იცავს. ტექნოლოგიური თვალსაზრისით იმდენად წინ არის უკრაინა, რომ რუსეთს აღარ ყოფნის ეს 30, 35, 40, 100, 200 მილიონი, არ ვიცი, არც მობილიზაცია უშველის, ასე გეტყვით. ამდენი და ამდენი ჯარისკაცი კი ფრონტის ხაზზე უბრალოდ არ ყოფნის, იმიტომ რომ და ეხლა წაგიკითხავთ ერთი სამხედრო კაცის, რუსი სამხედრო კაცის დუმის წევრის სტატუსს. სპეციალური სამხედრო ოპერაცია საბოლოოდ გადავიდა უმკაცრესი პოზიციური ჩიხის ფორმატში, ბრძანებს ის. ამის მთავარი და ყველაზე საშინელი მიზეზი მტრის დრონებია, დიახ, ტექნოლოგიური თვალსაზრისით. ამ მნიშვნელობა აქ ამერიკელები ეხმარებიან თუ ევროპელები თუ თავად აწარმოებენ. უკრაინელებმა საოცარი გარღვევები მოახდინეს. ახლა უკვე ხელოვნური ინტელექტი მართავს დრონების მნიშვნელოვან ნაწილს. უკრაინელები საკუთარ დრონებსაც ქმნიან. უკრაინელებს დრონებს აწვდიან. ეს ამიკითხე საოცარი მონაცემები, რომ დღის განმავლობაში იწარმოება, გამოიყენება კი არა. იწარმოება 20, 30, 40,000 კონკრეტული მიმართულების, ერთი მიმართულების დრონი, რომლებიც ფრინდებიან და იმ ტერიტორიებზე საწუხებენ რუსებს, რომლებიც ამ უკანასკნელს დაპყრობილი აქვთ, ანუ დე-იურე უკრაინის ტერიტორიაზე, დონბასის, ასე მაგალითად ზაპოროჟიის, ასე მაგალითად მიმართულებით და იქ ხო აწუხებენ, ანუ უკრაინის ფარგლებს მიღება. მტრის დრონები ამოწინააღმდეგენ პირდაპირ მნიშვნელობით აავსო წინა ხაზი და ახლო ზურგი უპილოტო საფრენი აპარატებით ბზარებს ეს კაცი. რუსია, აქ იკითხარით. შედეგად, ჩვენი მოიერი შეჯგუფები არათუ შეტევაზე გადასვლას, არამედ თავის აწევასაც, თავის წამოყოფასაც, თავთავებივით, თავის წამოყოფასაც ვერ ახერხებენ. ამბობს რუსი, ირაკლი ტაბლიაშვილი კი არ ამბობს, არამედ ამბობს გეტყვით მე იმის გვარს, გაგიმხელთ, რუსი სამხედრო კაცი, რომელსაც რუსეთი უყვარს ჩემგან განსხვავებით, რომელიც რუსეთზე სწუხს ჩემგან განსხვავებით და რომელმაც გავბედავ და ვიტყვი, ბევრად მეტი იცის, არის რა დუმის წევრი და არის რა სამხედრო, ვიდრე ერთმა რიგითმა ანტირუსმა კაცმა საბურთალოზე თბილისში ცხოვრებმა, რომელიც ყოველდღიურ რეჟიმში რასაკვირველია ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ თქვენ საზოგადოების ერთ მნიშვნელოვან ნაწილს უთხრას, ყველაფერს ეუბნება რუსეთის სისუსტეების თაობაზე და ყველაფერს აკეთებს, რომ იმისათვის, რომ თქვენ გაიგოთ, რომ რუსეთი დაუმარცხებელი ქვეყანა სულაც არ არის, ბიძინა ივანიშვილმა კი არა. თვით პუტინმაც რომ გითხრათ ყურში რომ ჩაქჩურჩულოთ, რუსეთი დაუმარცხებელი ქვეყანა მაინც არ არის, მაგრამ ჩემი ცოდნა ინფორმაცია შეუდარებლად მცირე ნაკლებია ამ კაცის ცოდნა ინფორმაციასთან იმართებით თუ შედარებით. შედეგად ჩვენი მოიერიში ჯგუფები არათუ შეტევაზე გადასვლას, არამედ თავის აწევასაც ვერ ახერხებენ. როგორც კი მებრძოლი თავშესაფრიდან გამოვა, ან ტექნიკა ადგილიდან დაიძრევა, მაშინვე FPV დრონი ხვდებათ თავში. ეხსომებათ წითელ მოედანზე რომ გამოვიდა ერთი მოზეიმე ბჭყალებში თუ ბჭყალებოდ რუსი და ჟურნალისტი, კრემლის ჟურნალისტი რომ მიადგა და აქო თქვენო რა გინდათო თქვენი ოჯახის წევრიო სურათი ეჭირა დაღუპულისა, ოკუპანტისა. ეს თქვენი ოჯახის წევრი დაიღუპავ და როგორ დაიღუპავ და დრონ პაპალ ვგოლოვ, ბაშკუ არ ვთქვამს გოლოვ, დრონი მოხდა თავში. ეს დრონები, რომელთა ღირებულებაც არის არაუმეტეს
$700,000 პირდაპირ ესე ინდივიდუალურად ხდებათ თავში იმ ოკუპანტებს და ვერანაირი ჩაფხუტი მათ ვერ იცავს რომ ვიცოდეთ მაინც წინსვლა მეტრებითა ტყის მასივით იზოება რაშიც უზარმაზარ ფასს ვიხდით დიახ რუსები მიდიან წინ და იხევენ უკან და უზარმაზარ ფასს იხდიან ყოველ კვადრატულ კილომეტრში ფასს ადამიანურ რესურსს როგორც ხდება და ფინანსურ რესურსსაც ისინი წინ პრაქტიკულად ვერ მიიწევენ ან ყოველი 1 კილომეტრის შემდეგი 1 კილომეტრის დაკავებაში იხდიან თუ უჯდებათ ეს 1 კილომეტრი მილიონობით დოლარი რუსეთის ეკონომიკაში კატასტროფული მდგომარეობა რომ პუტინმა ბრძანა რომ არ მაინტერესებსო ნებისმიერ შემთხვევაში ომს ვაგრძელებო იმიტომ რომ მისი ღირსების პატივმოყვარეობის უფრო ზუსტი რომ იყო საქმეც არის ის შესანიშნავად ხდება რომ როგორც კი ახლა დაიწყებს ნელ-ნელა გამოსვლას თამაშიდან მაიმ პირობებში როდესაც SVO-ს ფარგლებში დასახული ამოცანებისთვის რუსეთს არ მიუღწევია მას გენერლებიც აუხდებიან რომლებიც ნებისმიერ შემთხვევაში აუხდებიან ადრე იქნება თუ გვიან მას სამხედრო პოლიტიკური ელიტაც აუხდება საზოგადოებაც მისკენ გაიშვერს ხელს საერთოდ რატო გვაომე მილიონი 1,200,000 კაცი ან დაიჭრა ან დაიღუპა ჯამური რაოდენობაა ეს ხო რატომ გაუბედურდა რეგიონები ქალაქები სოფლები ადამიანები ოჯახები რატომ თუ შენ იმასაც ვერ აღწევ რაც დაისახე მიზნად არათუ მთელი ოფიციალურად დაისახეთ არათუ მთელი უკრაინის დაპყრობას და ცხადია მთელი უკრაინის დაპყრობა უნდა და რუსეთს არამედ აი ამ დონბასსაც კი ვერ აკონტროლებ რომლის 25%-ს დღემდე 4 წელიწადნახევარი ომის დაწყებიდან გასული რუსეთი ვერ აკონტროლებს ანუ SVO-ს ფარგლებში დასახული ამოცანებისთვის მას მიღწეული არ აქვს დაიჯერებს ამას ივანიშვილი ან ივანიშვილის რომელიმე აქაური de facto თუ de jure თუნდაც de jure ხელისუფლება რა მნიშვნელობა აქვს ხა მე de jure-ს უწოდებ მათ თუ de facto კობახიძე დაიჯერებს თუ არა ეს ნაკლებად საინტერესოა ჩემთვის და ის კი შემიძლია ვთქვა რომ გარკვეულზე მაღალი ალბათობით როდესაც რუსეთი დამარცხდება და პუტინი დანარცხდება და დამარცხდება და კიდევ ერთხელ ვიტყვი მომავალი წლის ივნისის სამში ის ცოცხალიც აღარ იქნება ჩემი აზრით ყოველ შემთხვევაში მას დააყირავებენ და არ ვიცი ამდენად წითელ მოედანზე ჩამოკიდებენ ფეხებითა თუ კისრით მაგრამ მის ცხედარს კი გვაჩვენებენ ან შეიძლება ეს არ გვაჩვენო ისიც არ გვაჩვენო სანეძლაოს ჩამოვდივარ აი ამ დროს ბიზნა ივანიშვილი შეცვლის თუ არა საკუთარ უკაცრავად სიტყვისთვის და ბაზარს იტყვის თუ არა რომ აი ჩვენ ეს ყველაფერი ვიცოდით მე ვარ ბრძენი მე ვიყავი ბრძენი ვარ ბრძენი და ვიქნები ეს ყველაფერი გავთვალე მაგრამ საქართველოს ავანცილე ომინ გრევა უბედურება და ასე შემდეგ და ახლა გავიყვანე სამშვიდობო ხო ამისგან დამოუკიდებლად რუსეთი მარცხდება ჩვენ შეგვიძლია დავუჯეროთ უკვე მომავალში ივანიშვილს და შეგვიძლია არ დავუჯეროთ მე პერსონალურად უკვე შემდგომ კი მოგახსენებთ ჩემს კომპეტენტურას არგუმენტებით შეერაღებული ვიქნები რატომ არ უნდა დავუჯეროთ მაგრამ ამ თამითვე კი გასპოილერებ და გეტყვით რომ მე არ ვიქნები დამნდობი იმის გამო რაც ბიზნა ივანიშვილმა 12-14 და განსაკუთრებით ბოლო 4-5 წლის განმავლობაში უკნა ჩვენს სამშობლოს მე ბიზნა ივანიშვილის მიაკენ გული არ მიმიბრუნდება არამც მაგრამ ეს კიდე მეხუთე ხარისხოვანია დაინგრეს ეს რუსეთი თავარია რომ დაინგრეს დამარცხდეს და დაინგრეს და აქაურ ამბებს ჩვენ როგორღაც გავარკვევთ ერთმანეთში ვინ დაინდობს თუ შეუნდობს ივანიშვილს და ვინ არა საზოგადოების ერთიანი კონსოლიდირებული პოზიცია როგორ იქნება ვინც ის და ეს ძალიან საინტერესოა მაგრამ უფრო საინტერესოა რომ რუსეთი გლობალურ რა დამარცხდეს ვაგზელებ ამ კაცის სტატუსის კითხვას თუ იმეს გონია რომ ამ ტექნოლოგიურ ხორცსაკებში უსაინტერესო ეს სიტყვა ძველი მეთოდებითა და ლამაზი მოხსენებებით შეძლებთ გამარჯვებას მოიხსენით ვარდისფერი სათვალე არა და ახალი ტექნოლოგიები უბრალოდ რუსეთს არ აქვს დოზირებულად ისიც თუ აწვის დოზირებულად აწვის ჩინეთი სჭირდება რუსეთს ძალიან უხეშად ხვდით ცხადია და ვუტრირებ 10 თანამედროვე ტექნოლოგია და აძლევს 0.3 თანამედროვე ტექნოლოგიას შეზღუდული რაოდენობით თუ მაინც და მაინც ტექნოლოგიებზე ვისაუბრებთ ისიც ინფორმაციების თაობაზე რომ ჩინეთი ამარაგებს რუსეთს ტექნოლოგიებით ესეც გვარიანად გადაჭარბებული არის რეალურად ჩინეთს თავისი ინტერესი აქვს ჩინეთს კიდევ უფრო მეტი გაფართოება მინდა უნდა ამ პრაქტიკულად 2 მილიარდიან სახელმწიფოს და თურქას დავხედავთ ჩვენ მივხვდებით რომ რუსეთი ძალიან კარგი სივრცეა გასაფართოებლად ან მაინც და მაინც თუ de jure ჩინეთის შემადგენლობაში შემოყვანას არ მიგულისხმებს რუსეთის ცალკეული რეგიონებისა ან გავლენების
გასაზრდელად რასაც ჩინეთი ამ ყველაფერს საკმაოდ ეფექტურად აკეთებს კიდეც. ეს კარგს არაფერს მოიტანს, ანუ ვარდისფერი სათვალეები, დასავლური ტექნოლოგიებით ზურგამაგრებული მტრის სამხედრო სამრეწველო კომპლექსი მილიონობით დრონს აწარმოებს, ასია. ცალკე აწარმოებენ უკრაინისთვის ევროპელები, ცალკე აწარმოებენ ამერიკელები, აწარმოებენ და 45 მილიარდი დოლარი იქნება ჩადებული დრონების წარმოებაში მომავალი წლის ბიუჯეტში, რომ ვიცოდეთ, მაინც ამას მე არ ვამბობ, ამას ამბობს ამერიკის ომის მდივანი. ხო, ესეც ვთქვათ. იყენებენ მანქანურ ხედვას, გვერდწულიან ჩვენ სტანდარტულ რადიოელექტრონული ბრძოლის სისტემებს, სხვა ტიპის ომია. აღარ არის მე-20 საუკუნეში, არა მარტო მე-20, არამედ აი მაგალითად 21 საუკუნის 10-იან წლებში რომ იწარმოებოდა ომები, რომ ხდებოდა ომები იმ ტექნოლოგიებით, ომი აღარ მიმდინარეობს. ვარსკვლავური ომები გინანახი გაქვთ. ხო, არ ვიცი ნანახი გაქვთ თუ არა. აი რაღაცა ძალიან უკიდურესად მაღალ ტექნოლოგიური ომია და ეს ბეიბიგი რუსები, ხო? აბა ეხა სტროიში ჩადექი და აბა 14 წამში დაფარე 100 მეტრი, ეს აღარ სჭირდება, აღარ არის. თუ პირველი მსოფლიო ომი მაინც იყო მძიმე ტექნიკის ომი, მეორე მსოფლიო ომი იყო მაინც ავიაციის ომი, მესამე მსოფლიო ომი თუ მესამე მსოფლიო ომს უწოდებთ დღევანდელ და გლობალურ დაპირისპირებას, ეს არის დრონი ეს არის ომი კოსმოსში, ან კოსმოსიდან, ან ციდან, ან იაფი რო უჯდებათ. მეორე მხრივ თუ ერთის მხრივ ქვეყნებს ამგვარი ომების წარმოება აზერბაიჯანმა თავის დროზე გამოიყენა ეს ყველაფერი, ისრაელმა გამოიყენა, სხვებმა და სხვებმა, მაგრამ უკრაინელებმა საოცარ სიმაღლეზე აიყვანეს ეს ამგვარი ტექნოლოგიური ომი. ჩვენთან კი სანამ მაღალ კაბინეტებში საჭირო სიხშირის ან ანტიდრონული თოფის მასობრივ წარმოებას ათანხმებენ, მოწინააღმდეგე ტაქტიკას სამჯერ ცვლის, სამჯერ შეცვლას ასწრებს. საკმარისია ილუზიების ტყვება, რომ აი გარღვევას მოვახდენთ, ეს არ მოხდება, სანამ მიდგომას კარდინალურად არ შევცვლით და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. მოკლედ, ფრონტზე ხალხი საჭიროა, მაგრამ მოდით გულახდილად ვთქვათ, თუ ჩვენ ახლა უბრალოდ შევკრებთ კაცებს და წინა ხაზზე გადავისვით, ისე რომ მტრის დრონების პრობლემას არ მოვაგვარებთ, ეს არანაირ გარღვევას არ მოვახდენთ. რაც არ უნდა მობილიზაცია გამოაცხადოს და პუტინი გამოაცხადებს მობილიზაციას, რომ ვიცოდეთ მაინც, რაც არ უნდა მობილიზაცია გამოაცხადოს და უკანასკნელად გაიქნიოს ხელფეხი უმისამართოთთან, რუსეთს არანაირი შანსი არ აქვს ამ ომში, სწორედ იმიტომ რომ ტექნოლოგიით ხელსაist უკრაინამ გაასწოროს არასწორი სიტყვა. აი, უკრაინა ცაშია, ხოლო ქვესკნელში არის რუსეთი ტექნოლოგიური თვალსაზრისით. ამ სიტყვების ავტორი არის რუსეთის დუმის დეპუტატი ანდრეი გურელევი, ეს სიტყვები არის სიამოვნება რუსეთის პრეზიდენტ პუტინს, რომელიც აკითხაით, რომ ბრძანებს, რომ ომი უნდა გაგრძელდეს ნებისმიერ ფასად, ამიტომაც ყველაფერი, რაც ხელში ხდება რუსეთს, ყველა მიმართულებით და უმისამართოდ ისვრის. კიევი დაბომბა, გუშინ იყო თუ გუშინ წინ კიდევ, კიევს დაბომბავს, ხვალ იქნება თუ ზეგ კიდევ იქნება მსხვერპლი კიევში და სხვა ქალაქებში, კიდევ იქნება მსხვერპლი მათ შორის მშვიდობიან მოსახლეობაში. ეს ფაქტია და ამას ვერ ავწდებით, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ რუსეთი არათუ იმარჯვებს, არამედ ოდნავ მაინც მიიწევს წინ. პირიქით, უკრაინის ტერიტორიაზე არსებული მდგომარეობა ფრონტის ხაზზე, მათ შორის ოკუპირებულ ტერიტორიებზეც და განსაკუთრებით უკრაინის მიღმა არსებული მდგომარეობა, ის რომ ყველაფერი ფეთქდება და მაგრამ გაჩვენებთ ერთ ვიდეო კადრს. ყველაფერი ფეთქდება გარშემო და უახლეს სიახლოვეში კი არა, არამედ უკრაინის სახელმწიფო საზღვრიდან გვარიანად შორსაც, ეს ყველაფერი მიუთითებს იმაზე, რომ ჩემო კარგებო, რუსეთი გარდაულად დამარცხდება. ეხლა ერთი კადრი თქვენის ნებართვით და მერე კითხვა, როგორ გონიათ ეს ყველაფერი სად მოხდა, დავსვამ მერე ამ კითხვას. А это как оно так? А вот так. Просто начал. სანქტ-პეტერბურგია ეს. რუსეთის მეორე სიდიდით და მნიშვნელობით მეორე ქალაქი მოსკოვის შემდეგ. ესეც სანქტ-პეტერბურგია. ანუ პეტრეს ქალაქი. იქ სადაც ეკონომიკური ფორუმი
იმართება დღეს. დრონებით უკრაინელებმა დაარტყეს ამ ქალაქის ნავთობ ტერმინალს, რომელიც უკრაინის საზღვრიდან დაახლოებით 1100 კილომეტრში მდებარეობს. ეს არის მესამე კადრი, როგორ გამოდიან ფორუმის მონაწილეები, შეშინებულები და დამფრთხალები, პოემან ბაშკაში მათაც არ მოხვდეთ ეს უკრაინელების მიერ არა უმისამართოდ, არამედ მიზან მიმართულად წერტილოდად გაშვებული დრონი. Это просто, да, я витყვი იმ სიტყვას, это просто пиз. Я считаю, что ну, ვეღარ ვთარგმნი, მე ვფიქრობ, ვეცდები, მე ვფიქრობ, რომ კატასტროფა გვაქვს და ეს არის დაგვერხან უფრო მძიმე სიტყვას და კიდევ უფრო მძიმე სიტყვას და ორჯერ მძიმე სიტყვას ამბობს ეს ბლოგერი თუ ჩვეულებრივი მოქალაქე გოგონა გამოჩნდება კაცი თუ ვწდები ისევ პეტერბურგთან დაკავშირებით აი ეს გოგონა ხო ესეც პეტერბურგიდან კადრებია და ასე შემდეგ. ეხლა დავსვათ კითხვა კიდევ ერთხელ. როდესაც ბიზინა ივანიშვილი გარკვეული პერიოდის შემდეგ აკითხარით დაახლოებით 1 წელიწადში მაქსიმუმ ჩემი აზრით, როდესაც პუტინი პირდაპირ მნიშვნელობით დაიბრიდება, აღარ იქნება ცოცხალი. და მშვენით ამოისუნთქავს მინიმუმ პოსტსაბჭოთა სივრცეში არსებული ყველა, ან პრაქტიკულად ყველა ქვეყანა, ეხლა ბელარუსის ხელისუფლება ვერ ამოისუნთქავს, თუმცა ლუკაშენკა მიხვება ცხადია პუტინის დამარცხებას გაუმარჯოს. თუ მიხვება აუცილებლად, ყველა ამოისუნთქავს შვებით. მე რას ამბობს ბიზინა ივანიშვილი? ეს ყველაფერი ვიცოდი მისი სპეციფიკური კილოკავით, ლაპარაკის მანერით. ყველაფერი ვიცოდი, მე აგეავო მიავაცილე საქართველოს და ასე შემდეგ. არა. მან ომს არ აგვაცილა. აქ შიდა დაპირისპირება ისეთი სამოქალაქო თუნდაც ვერბალური ომია, რომ ამას ვერ დავარქმევთ მდგომარეობას მშვიდობიარს. ეს სამოქალაქო ომია ჩვენ შორის. კარგი, ერთმანეთს არ ვესვით ოთხში ამ ეტაპზე. ეს ძალიან კარგია, რომ არ ვესვით, მაგრამ ერთმანეთს სიტყვით რომ გკლავთ, ეს ხომ ცუდია და ვერადაი სააგენტო თუ სამმართველო ამას ვერ უშველს, ის უკვე ისია გამოშვებული ჯინი ბოთლიდან. გარდა ამისა, ამასაც თავი დავარებოთ. ამ ხნის განმავლობაში 12-14 და რეალურად და უფრო ზუსტი რო ვიყო და განსაკუთრებით ბოლო 4-5 წელიწადია ბიზინა ივანიშვილმა პერსონალურად და მისმა ქართულმა ოცნებამ მოანგრია სახელმწიფო ინსტიტუტები. აღარ არსებობს საქართველოში სახელმწიფო ინსტიტუტი, რომელიც გამართულად, სწორად, ადეკვატურად, გამოწვევების შესაბამისად მუშაობს. ომის აცილება ძალიან კარგია. ომის თავიდან აცილება ძალიან კარგია, მაგრამ ამ ყველაფრის გაკეთება შეიძლებოდა სახელმწიფო ინსტიტუტების, მათ შორის უმნიშვნელოვანეს სახელმწიფო ინსტიტუტების, თავდაცვის სამინისტროს, შინაგან საქმეთა სამინისტროს, საგარეო უწყების, სუსის, მონგრევის, მონახვის, განადგურების და ასუსტების გარეშე. როგორც ქნა ძალიან ბევრმა სახელმწიფომ, რომელიც ასევე იდგა თუ მაინც და მაინც ეს უნდა ვთქვათ, ომის საფრთხის წინაშე, რომ არ გადმოვრცელებულიყო ომი მათ ტერიტორიაზე, სისულელი ამტკიცება, რომ ჩვენ ვინმე გვითრევდა ომში. ჩვენ ომში კი არ გვითრევდნენ, ჩვენ უბრალოდ გვეუბნებოდნენ, რომ ჩვენ უნდა ვიყოთ მზად ნებისმიერი სცენარისთვის და მოვემზადოთ და ეს მოთარგმნა ქართულმა რუსულმა ოცნებამ ომში ჩვენი ჩართვის მოწოდებათ თუ ცდილობენ. ამასაც თავი დავარებოთ. ასე მაგალითად მოლდოვა და ასე მაგალითად სომხეთი, ანუ არა ბელარუსი და არა ტაჯიკეთი. ხაზგასმით ვამბობ ამას. მოლდოვა და სომხეთი წავიდნენ თუ არა ევროგზით, უკრაინაზე რაღაც ვლაპარაკობ. ევროგზაზე მათ ხომ უარი არ უთქვამთ, მოლდოვამ უარი არ თქვა, ხოლო სომხეთი აი ამ ვითარებაში მაინც დაადგა ევროგზას. რატომ გააკეთეს? ამით ხომ იზრდებოდა ეგრეთ წოდებული ომის საფრთხე ან საფრთხეების ზოგადად ამ ქვეყნებისთვის, მაგრამ ამ ქვეყნების გამორჩეულმა ლიდერებმა გარისკეს და დაიწყეს საკუთარი უსაფრთხოების სისტემების შექმნა, რომ ომი თავიდან აეცილებინათ მართლა, ან თუ მაინც და მაინც რუსეთი გადაწყვეტდა გამარჯვების შემთხვევაში, მათ დასჯასაც უკრაინაში გამარჯვების შემთხვევაში ისინი ღირსეულად დახვედროდნენ
ამ გამოწვევებს, იმ გამოწვევებს. ევროკავშირზე უარის თქმით, ბიზინა ივანიშვილმა და ქართულმა ოცნებამ რეალურად დაახალა ქართული სახელმწიფო. პარალელურად ანგრია და არღვია სახელმწიფო ინსტიტუტები, მათ შორის შეერაღებული ძალები და ამით სწორედაც რომ სარუსეთო საქმე გააკეთა. ახლა ხვალ ბიზინა ივანიშვილმა სულ რომ გადაიფხრიწოს პერანგი პირდაპირ მნიშვნელობით და თქვას რომ იცით რა არის აგებ ბრძენი კაცი ვიყავი და ეხლა მაინც დამაფასეთ მე ხომ ომ მიაგაცილეთ ომს ავაცილე ეს ქვეყანა ეს იქნება ტყუილი მაგრამ კიდევ უფრო ძიმე არგუმენტებს აკითხავთ მე არგუმენტებით შეერაღებული მე ვიქნები მომავალი წლის ასე მაგალითად ივნისში როდესაც რუსეთი საბოლოოდ და მარცხდა და ნარცხდება და პუტინიც აღარ იქნება ვინიცის და ცოცხალთა შორის ყოველ შემთხვევაში ამაზე ჩამოვდივარ მე სანეძლავს ასე რომ გიხარობდნენ მეგობრებო საბოლოო ჯამში ყველაფერი კარგად მიდის რუსეთი ნადგურდება ეკონომიკურად ნუ ღარ მკითხავთ მე რა მოხდებაო არ ვიცი რა მოხდება ამაზე იფიქრონს დასავლეთის სპეცსამსახურებმა რუსეთის შესაძლო დაშლის შემთხვევაში როგორ განვითარდება მის სივრცეში ცალკეულ რეგიონებში პროცესები ტატარსტანში, ბურიატიაში, ჩეჩნეთში, ზოგადად ჩრდილოეთ კავკასიაში, ცენტრალურ რუსეთში, ურალ აქეთ თუ ურალ იქით, რას იზამენ მურმანსკელები და რას იზამენ ჩელიაბინსკელები ამაზე პასუხს ვერ ვაგებ. მე ვიცი ერთი რამე რომ ეს დიდი კატაკლიზმები, კიდევ უფრო დიდი კატაკლიზმები ამ სამყარომ უნდა გაიაროს და ამით უნდა ვისარგებლოთ. გიხაროდნენ რომ რუსეთი მარცხდება, გიხაროდნენ რომ ხეროდით თავის დროზე მე არა სხვები გიხაროდნენ რუსეთი მარცხდება ამით ჩვენ ალბათ მაინც უფრო ვისარგებლებთ თუ ბიზინა ივანიშვილმა და ქართულმა ოცნებამ ესე პირდაპირ მნიშვნელობით არ კლანჭებით არ კლანჭებით არ ჩააფრინდა ეს ივანიშვილი ამ ქვეყანას ისედაც ჩაფრენილია და კიდევ მეტად არ ჩააფრინდა წესით ქართველი ხალხი შეძლებს მისგან განთავისუფლებასაც და ავბედავ და ვიტყვი მის მორიგ კომბინაციას, მის მორიგ ტყუილს, მის მორიგ ხლარც, მის მორიგ დაყენებულ ბოლს ალბათ მაინც არ მივიღებთ. უაღრესად დასუსტებული შეხვდება ქვეყანა უკვე საბომავლო განთავისუფლებას. ეს ფაქტია, მაგრამ ჩვენ ნიჭიერი ხალხი ვართ. თავისუფლების პირობებში ჩვენ წარმოუდგენელ შედეგებსაც მივაღწევთ და დავეწევით უკრაინასაც და მოლდოვასაც და ვინიცის გავასწრებთ კიდეც და მათთან ერთად შევალთ ევროკავშირში. ოღონდ თავარი პირობაა პუტინი უნდა დამარცხდეს და პუტინი მარცხდება. და ვინ ამოიღებს იარაღს, მაკარობს და ვინ დაახლის შუბლში ერთი მეორე გენერალი მესამე პოლიტიკური ხელმძღვანელობიდან დროველი მედვედევს მიაყოლებენ თუ არა და ასე შემდეგ მე ეს არ მაინტერესებს. ნახოთ ის. ხო, ბიზინა ივანიშვილს ქვეყნისთვის ომი არ აუცილებია. ჩვენ ძალიან მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდით ამ ეგრეთ წოდებული სამშვიდობო რეალურად კი არასწორი პოლიტიკის გამო თუ შედეგად. ნახოთ ის. გადაცემის პარტნიორია კოკაკოლა.